ვერც მადლობა ყველაფრისათვის. მუდამ გიხაროდეთ, მუდამ მადლობდეთ, მუდამ ლოცულობდეთ. აი ეს სიხარული, ლოცვა და მადლობის გზნობა დადებით ცხოვრებას ძიმე ამ ჩვენს ყოფაში გენერირებს და უკეთესად გახდება. გონება ჩვენი ღვთისაგან უნდა იყოს მიქცეული, გული ჩვენი ღვთისაგან უნდა იყოს, სული სამშვენი სხეული, ძალიან ჩვენი არსება. ადამიანს როგორც წყურია, წყალი ხოლმე, ხო? მოწყურდება ადამიანის წყალი. აი ძალიან წყურია. და წყალზე გარდა, წყლის გარდა არაფერზე არ ფიქრობ, ხო რა, უკიდურესად წყურია, უდად ხო. აი ესე უნდა წყუროდეს ღმერთთან ურთიერთობა ადამიანს. როს აზრით, სიტყვით და საქმით, მისი გონება, სული სამშვენი ღვთისაგან უნდა იყოს მიმართული. აი ეს მდგომარეობა არის ძლიერი მდგომარეობა. და აი სულ ღმერთზე ფიქრით არის, როგორც წყურვალი წყალზე ფიქრით არის, სულ შვება მიიღოს წყლის წყურვილით დაკმაყოფილებას დამაშვალმა. აი ეს უნდა სულ მუდამ ღვთის წყალობა უნდა წყუროდეს ადამიანს. და იყოს ამით დაკავებული აზრით, სიტყვით და საქმით. ყოველ ქმედებაში, ყოველ საქმეში, ყოველ მის ძალისხმევაში უნდა გამოიძიოს უფალი და ღვთისნება. იქნება თუ არა ეს სათნო ღვთისათვის. იდეალური ხა შეიძლება ვერ იყოს და ვერც იქნება, იმიტომ რომ იდეალისგან შორსავა, მაგრამ მისწრაფება აუცილებელია. მონდომება და ცდელება უკვე სათნოებაა. და ღვთის სადიდებლის კეთება, აზრით, სიტყვით და საქმით ღვთის სადიდებლად ძალისხმევა არასოდეს არ დაიკარგება. ამიტომ ვეცადოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესი გახდეს აი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ სულ მუდამ ღმერთისაგან მიმისწრაფოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვარდებით სოდომში, ხო? სოდომს მიდევთ ღვთის წინააღმდეგ, კაცს რიცხვი 3-ია, მოყვასის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ და შორდებით ხოლმე უფალს. მაგრამ ამ ძიმე დროში, მიუხედავად ხილულით უხილავი მტრებისა, მაინც უნდა გაიღიმოთ, იმიტომ რომ მტრები გიყურებენ. უნდა გაიღიმოთ, რომ მტრები გაახაროთ, ასე ვთქვათ, ჩხალებში. მაინც უნდა გაიღიმოთ. და ასე ვთქვათ, ეს სიხარული გამრავლდეს. რომ გაიღიმებ მტერს უხარია, მე ჩხალებში, ხო? კარგად გაახარო. ღიმილი უნდა გქონდეს. დადებითად იყურებოდეს, შეუნდო, ჯვარი გადასახო, კეთილგანწყობილი უნდა იყოს და მის თავზე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხო, მუგუზლებს ანთებ, ხო? მას თავისი შურის ძიების გამო არა, თავისი უმადურობა, თავისი უსიყვარულობა, თავისი სისხლიანობა თვითონ მიაგებს. და იქნება ისე, როგორც ზეცათვლის ჩვენი გზები სხვა, უფლის გზები სხვა, რა ვიცი, რა იქნება. ჩვენ თავს მიხედოთ. და ამის დანარჩენი კეთილგანწყობილი იყავი, სიხარულით იყავი, მადლით აღსავსე იყავი და მშვიდად იყავი. და მიმღებელი რისიც ვინ არის, ის თავისას მიიღებს. ამიტომ მით უმეტეს ამ ჩვენს ყოფ უდაბნოში, სადაც მიწიერი ცხოვრება ჩვენი მიმდინარეობს, ხომ ეს ინტერვალი მიწიერი ცხოვრებაში ამ სულიერ უდაბნოში ვართ, ხრიობში ვართ. მით უმეტეს ანთროპული ქსოვილიც და სოციალური ქსოვილიც არ არის იდეალური, საკმაოდ დაავადებულია. რაც ცალკე კიდე თემაა და ლოცვები ჭირდება და განწმენდა ჭირდება და არა იავნანას ძახილი ჭირდება, დაიძინე კარგი ხარ, არამედ ჭირდება ის, რომ ლახვის ლოცვებიდან დაწყებული, კვეთებულით დამთავრებული, რა ვიცი, ყველაფერი ჭირდება ამ ჩვენ საზოგადოებას დღეს, რომ მოიქცეს და დიდი თემაა ეს ხარ შევეხებია. და ამიტომ მონათრულობა არ ნიშნავს ჯერ მოქცეულობას. მონათრული ბევრია, მაგრამ მოქცეული ძალიან ცოტაა. ბევრია წოდებული, მაგრამ რჩეული მცირეა, როგორც ახარების წერია. ამიტომ ვილოცოთ, რომ ღვთის მრჩობლი, განსაკუთრებული წყალობა გარდამოვიდეს ეს მოხდეს. ჩვენს კრიზისში, გაჭირვებასა და დეპრესიასა და დათრუნულობაში მყოფი საზოგადოებისათვის, ოჯახებზე, ინდივიდებზე. კურთხეულია უფალი მაინც, ის მაინც თვითქმარი ყოვლად სრული და ყოვლად კურთხეულია. ყოველთვის იგი თავის ნებას, კეთილ ნებას აღასრულებს ისედაც. მიყევი შენც და მიემსგავსე მას. იყავი 7 და მდაბალი გულით, რაც უფალი გეუბნება. ხო? ისავლეთ შემგარა.
რამეთუ შვიდი ვარ და მდაბალი გულით და ყოველ განსვენებას სულთა თქვენთან. მოვდუნდი შინაგანად, ნუ იქნები დაძაბული. მეანდე ღმერთს შენი შინაგანი სამყარო და შენი გარეგანი სამყარო. შინა ინტროვერტული ცხოვრება და ექსტროვერტული ცხოვრება. ყველა რეალობის, ყველა განზომილება, რამდენი განზომილებაა. კი ვიცით? და უფრო მეტია კიდევ, ვიჯერ ჩვენ გონია, ყველა მივანდოთ უფალს. ხო? მარტო ხილული სამი განზომილებით არ მოიწურება ეს სამყარო, ხო? არა, ამიტომ უფალი კურთხეულია, განდიდებულია. მთელი ზეციური, რომლებიც ვახსენეთ ჩვენ, ზეციური იერარქიის მიერ, ზეციურ ძალთა მიერ, ყოველდღიურ ღვთისმშობლის კიდევ კურთხევა, ღვთის კურთხევით ჩვენზეც გარდა მოდის, ისიც გვეხმარება. მარტო არა ვართ, ამიტომ ჩვენი ღიმილი, ჩვენი კეთილგანწყობა უიმედო და მიტოვებული, იზოლირებული არ არის. ჩვენ დიდი ზურგი გვაქვს, დიდი შეწევნება გვაქვს. ეს არის ზეციური ძალთა უფლის პირველ რიგში კურთხევა, მისი მაკურთხეველი ხელი, ყველგანი ხილვება, არ არის ადგილი, სადაც იგი არ იყოს. ზეციური ძალნი, რომლებიც გვიყურებენ და მისი ყველაზე ახლო იერარქიის წარმომადგენელი ჩვენთან არის ფარველი ანგელოზის სახით და იმას თავის სახელი აქვს და ასე შემდეგ. ჩვენ თუ არ ვიცნობთ, ის გვიცნობთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ გრძნობთ და ცოდნით თუ არა, გრძნობით მაინც ვცნობთ მას და მას თავისი შრომა და თავისი ჯვარი და თავისი დავალება ღვთის წინაშე. ჩვენი როგორია? ჩვენი პატრონობა და ჩვენზე ზრუნვა, აბა წარმოედგინეთ. დაუჯერებელი ბავშვი რო არის პატარა, იმის დევნა როგორია? ესე არქნა, ისე ქენი, ისე არქნა, ესე ქენთან ძალადობა არ არის კურთხეული, გადაახრის, მოგიწოდებს, არ ძალადობს, ინტენციას გაძლევს, საგაგონებს, მაგრამ ძალით არავისთვის შედევნა მადლ მოსილმდგომარეობაში არ არის სასურველი და არც შეეწირება ესეთი რამ რობოტისა და ბიორობოტის რაღაცა გათიშული მორჩილება არა. ნებაყოფლობითი არის ეს სიყვარული ღვთისა, სადიდებელი ღვთის დიდება, სიყვარული, სასოება, იმედი, სარწმუნოებაში გაძლევა, სურვილი თვითონ კეთილგანწყობისა, სიყვარულის გამოხატვისა, სითბოს გამოხატვისა, ეს ნებაყოფლობითია. ძალით სიყვარული და კინაღამ მეგობრობა და კინაღამ მორჩილება და თითქმის მორწმუნეობა გაგიგია, ან ხარ ან არა, შუა მდგომარეობა არ არსებობს აქ. ან მარჯვნივ ხარ, ან მარცხნივ ხარ. შუაში არ ვიცი რა არის. კი არის ბევრი რაღაც, მაგრამ ის სხვა რაღაცაა. კიდევ დიდი თემა, აღარ მოყვები ხარ სხვა თემებზე გადავოთ. ეზოთერულ თემებზე და ამ თემებს კიდევ ჩვენ არ ვეხებით, იმიტომ რომ RS-ში გადადის გონება შემდეგ და გონება კიდევ ჩვენი უნდა უცხოთ ზრდის ზიარება და ყოველგვარი RS-ისა და მწვალებლობისაგან მართლმადიდებლობა უცხოა და გამოყოფილია. მართლმადიდებლობა როგორც ღვთის გამოცხადებული სწავლება ყოველგვარ მარცვალს, ყოველგვარ უცხო სწავლებებისგან, ყველა რაც კარგი არის, რაც თაფლი, რაც ყველა ყვავილისგან შეიძლება ცოტ-ცოტა აიღო თაფლის მასალა, მაგრამ ხილათ უნდა იყო ემად რომ ინტოქსიკაცია არ მოგივიდეს. მართლმადიდებლური დოქტრინით შეერაგებული თვალით და ოპტიკით ყველაფერი ჩანს ისე როგორც უნდა ჩანდეს. ამიტომ უწვრთნელი სულისთვის კი საფრთხილო და საშიშია არასწორი სწავლებებთან თამაში და დაუჯერებლად ზოგჯერ საშიში წიგნების გადასფურცვლა და მათთან ასე ვთქვათ შეხება არ გადის ხოლმე დაუჯერებლად არც გონებისთვის, არც ფსიქიკისთვის, არც სულისთვის, არც სამშვილისთვის და ხანდახან ღია უძლურებაში წმინდება და ეხლა ეს სხვა თემა, ამიტომ გლოცავთ რომ ჩვენი ცხოვრების მომცემელი არის უფალი და იგი წარგვიმართავს ჩვენს ცხოვრებას და გვეხმარება. ყოველწამიერად ღვთის განდიდებით უნდა ვიყოთ დაკავებული. ღმერთი ჩვენი, ღმერთი მაცხოვარი და უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკვდილისაგან. ღმერთი ჩვენი მაცხოვარია, ჩვენი მაცოცხლებელია. არაყოფიერიდან ჩვენში ყოფიერების მომყვანია ჩვენ. როგორც სულიერი, ისე ხორცელი ცხოვრებას გულისხმობს. ამიტომ სულიერი სიცოცხლის მომცემია პირველ რიგში. სწორედ უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკვდილისაგან. სიკვდილისაგან რა არის? ყველა ცოდვა სიკვდილს უძახის, სულიერ სიკვდილს. ესეთი ლოცვაც არის, ცოდვით პარაკლისი, ცოდვით დაარისათვის, პანაშვიდი, ცოდვით დაარისათვის. ნუ ესეთი ლოცვა არ ექსტრემია სულიერ რაღაც ესეთი, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკითხა, მაგრამ არის ესეთი ხა არ მოყვები ამას. ამიტომ ყველა ცოდვა სიკვდილს უძახის. სიკვდილის ცხრილში გადაყავს ადამიანი. არსებობს სიცოცხლის სიკვდილი, არსებობს სიკვდილის სიკვდილი.
აი სიცოცხლის წიგნში ხარ თუ ჩაწერილი ეს წიგნი ხა არაპირდაპირ გაგებით უნდა გავიგოთ ეს სხვანაირი გაგებით წიგნი და არა ბიბლიოთეკა საჯარო ხო? სხვანაირი უნდა გავიგოთ ის ის კოსმიური წიგნი, კოსმიური ქრონიკა, რომელიც ნებისმიერ ბიბლიოთეკაზე მაღლაა და ვრცელია, სადაც ყველაფერი ჩანს და ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარება. Როგორია მარტო ხარ და ცოდვას იდენ აზრითაც და ამბობ და არავინ ვერაფერი ვერ გაიგო. ყველაფერი კარგად დაფიქსირებულია, სადაც საჭიროა. და მე დაგიდებენ წინ. და გეტყვიან აი შენ თქვიეს, შენ გაიფიქრეს, შენ თქვიეს და შენ კენიეს, გააკეთეს. მაგრამ მაგას ხარისხობრივი გრადაციები ხო სადა აზრით, მაგრამ აზრითაც გაიგდომოთ ცოდვის შეადგენა შეიძლება, სიტყვითაც, რა თქმა უნდა, სიტყვას დიდი ძალა და საქმით ახლა ეს უკვე ფინალია, ხო? ამიტომ ხილათ უნდა ვიყოთ აქაც ამ ჯაჭვის მიყოლის დროს. ამიტომ მხოლოდ უფალთან ღვთის ცნებების დაცვითა და უფალთან მყოფობით არის შესაძლებელი სულიერი სიკვდილისაგან დახსნა, რომელსაც სოდვა ბადებს. ხოლო ღმერთთან შემოსვლას თავები მტერთა მისდა თმითურთ, რომელი ვლენა უძლოებითა მათითა, ტრები ვახსენე, გაიგებთ ის ორგანიზმი. როსულიერი ღიმილი გაგთამაშებთ კეთილგანწყობა. დაპეთებული, დაპანიკებული სახე და გაფითრებული იერი არავის არ ჭირდება. ხნად უნდა იყოს. ხემიდან, თმიდან დაწყებული შემოსვლას ტრებს უფალი. და რომელი ვლენა ურჯულოებით სიარულში დაგულისხმები არა ყველა ცოდვა და ცოდვის ჩამდენი ნებისმიერი ადამიანი, როგორც რადგან ცოდვილს, რომელიც თავის ცოდვებს აღიარებს, შენდობას თხოვს ღმერთს, ესეთები არა. მათ განსჯის უფალი, ოღონდ მიუტევებს ცოდვებს, თუ კი ნანობენ. ხოლო ურჯულოებაში იგულისხმება უკვე ადამიანი, რომელიც სულიწმინდას გმობს და ფაქტიურად მტკიცდება ცოდვაში. ცოდვა, რომელსაც არ ნანობს ცოდვილი. ცოდვებს პირიქით ამართლებს შავზე ეძახის, თეთრია, თეთრზე ეძახის, ჭრელია, შავია, არ ვიცი, ასე შემდეგ. ანუ ხედავს, იყურება, მაგრამ არ ხედავს, ვერ კი არა, არ ხედავს. უნდა იცის, ჩვენურად იცის, მაგრამ არ ხედავს. და ცოდვათ არ თვლის. აი ესეთებს ოჯახის ურჯულოებს ფსალმი. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა ცოდვა მონანიებადია, გზას ხსნის რა, მონანიება ცოდვების, ხო? ეს ცოდვების კარგია, აღსარების საიდუმლო, ზიარების საიდუმლო, რომელიც სისხლით და ხორცით განიწმინდება, ეს ხსნის გზას და მიუტევებს ადამიანს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის ცოდვა, რომელიც ღმერთის მოწყალებას აღემატებოდეს. ესე ცოდვა არ არის. ამიტომ გვიხარია ჩვენ, რომ ყოველთვის შანსი გვაქვს და უფალი ყოველთვის შანსს გვაძლევს იმისაც, რომ მოვინანიოთ და იმედი გვაქვს იმისა, რომ მოგვიტევებს. თორე ჯვარი ფწერია, თუ სასვეებად იმედი არ აქვს, მაშინ რაღა ქრისტიანი ხარ. არ არის ცოდვა უფროს კაცთმოყარებისა შენისა, არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის კაცთმოყარებასა და მრავალ მოწყალებას გადააჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. დედამიწაზე ყველა წმინდა ცხოვრება ადამიანსაც კი უამრავი ცოდვა აქვს. ღვთის წინაშე დიდი წმინდანები ამბობენ, ყველაზე დიდი ცოდვილები ვართო, გახსოვთ. მაგრამ უფლის კაცთმოყარებას ყოველთვის შეუძლია კაცს მიუტევოს თუ კი რა თქმა უნდა თვითონ ადამიანს სურს და ნანობს. და გაცნობიერებულია. უწოდეთ ცოდვას ცოდვა, ნეგატივს ნეგატივი და გაგეცლება. თავის სახელი უწოდე, ნარშილებ ჩანგალს უწოდო, წიგნი წიგს უწოდო, ჩაიდანი და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერს თავის სახელი აქვს და ეკედან უნდა დაიწყო. სახელი დაარქვა, რაც შემდეგ ცნობიერება შენსაც გააფართოვებს და მასშტაბს გაზრდის. ერთადერთი რაც ღვთის კაცთმოყარებას აფრთხოლებს, ეს არის სინანულის რა, უკონლობა ჩვენი ცოდვების გამო, რაც ყველაზე დიდი ცოდვა არის. უნანული ადამიანს არ ნანობს და თვლის რომ აბსოლუტურად მართალია, სწორია და ესე უნდა იყოს, ესე უნდა გააგრძელოს. დემონიზირდება მაშინ, როცა ცოდვებში მყარდება და არ ნანობს და ფიქსირდება, როცა ცოდვები მისი დაფიქსირებული მარილის სვეტად ქცევა არის. დემონიზირდება თავის სტომილებაში, მაშინ, თუ კი უნანელია. შეყროლდეს და დალპეს წყვილმანი ჩემი პირისაგან გუნურებისა ჩემისა წყვილებს ადამიანი ცოდვებით სადენის შემდეგ იღებს მაგრამ წყვილის დალპობა და აყოლება უკვე ამის გამო ხდება რომ ცოდვების წყვილებზე ლაპარაკობ ადამიანს სინანული არ აქვს არ ვინანიებ უგუნური ვარ და ამის გამო ჩემი წყვილები დალპა და აყროვდა ამბობს ფსალმური შეიძლება წყვილი მაშინვე მოვიბანოთ
ჩავარდებით თუ არა ცოდვაში. მაშინვე ვიმკურნალოთ სინანულთა და აღსარების ხმით, მაგრამ თუ ადამიანი პირიქით გააგრძელებს იხარე ამ ცოდვებში აქაც და მე არ ვიცი როგორ იქნება, ხო, ამას მიყვება. გააგრძელებს ცოდვების ჩაბენა, ძველი ცოდვა უკვე ლპება და აყროვდება. სწორედ ეს არის საშინელება და მიუტევებლობის მიზეზი. უფალმა მოგცა ყველაფერი აბსოლუტურად მთელი იარაღი შრომისა, რაც ჩვენ გვაქვს, კვერთხი ღვთისა ჭკუაზე მოვიყვანს, თუ კი არ მოვა ჭკუაზე, ინდივიდი, ოჯახი თუ ერი, ყველა ვისაც ეხება. მაშინ კვერთხი უფლისა პედაგოგიკური კვერთხი, ღვთაებრივი განგებულებისა მოდის მერე და სხვანაირი მოვლენები ვითარდება. კვერთხს ღვთისას ჭკუაზე მოვიყვანთ, მაგრამ შეგონებას მართალი და არა მუდას სამჟავოც მოყვება. ამიტომაც ეწოდება მას კვერთხი განგებულებისა და კვერთხის უფლებისა მისა. თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სიმართლეს არ გაყვნენ, კვერთხით მოვიკითხავ მათ დანაშაულს და გვემით შეწოდებას. ფსალმებში წერია 91-92. ხედავ სამართლეს სამჟავოს ღვთისას, წმინდა მამა ამბობს, მაგრამ ყველასათვის როდი იმართება იგი არამედ მხოლოდ ცოდვილებისთვის, მაგრამ ეს კვერთხი ნუგეშილის მცემლადაც იწოდება და იმედის კვერთხიც არის. დაეხმდნობის ერთ ამ ძიმე ცხოვრებაში, დაეხმდნობი, რომ დავარდე, დაეცა, თუ დაეცი ადგე, ვინც იცის რატომ დგება და რისთვისაც დგება, ის უფრო ადვილად დგება. ის ვინც კონცლაგერშიც კი, ის ვინც ტყვეობაში, პატიმრობაში, ძიმე პატიმრობაშიც კი იცის რისთვის უნდა გამოვიდეს იქიდან, რისთვის უნდა ადგეს და გამოვიდეს ამ ძიმე კრიზისიდან, თუ იცის მიზანი აქვს ვისთვის, რისთვის, რა საჭიროება, იდეა აქვს, როიტყოდი ესე უბრალოდ რო თქვა, აი ის გადარჩება და ის გადარჩა, ვინც კი ძიმე მდგომარეობაში იყო, აი ძიმეს კონცლაგერულ მდგომარეობაშიც კი, ვინც იცოდა რისთვის იდეურად, ვინც ხალით ჩაიქნია და ისე უბრალოდ იყო გაჭირვებას ასე ვთქვათ, გადატანის ცდილობდა იდეისა და რწმენის გარეშე, ისეთები დაიღუპა. ამიტომ ვინც იცის რისთვის დგება, რწმენა აქვს და იცის უფალი და იმედი აქვს, აი ის წამოდგება სწრაფლად და წამომდგარი გზას გააგრძელებს. ამიტომ არის მორწმუნე ადამიანი. მცირედ მორწმუნეც იყოს, არა უშავს, მაინც მორწმუნეა მცირედ, მერე გაძლიერდება. ის გააგრძელებს გზას და წავა წინ. მან უგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი, ფსალმი 22. ამასთან იგი შემოსვლის კვერთხიც არის. შენ დალეწავ მათ ტრებზე ვიძახი. რკინის კვერთხით მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ, ფსალმური 2. და კვლავ ღმერთი არავის შეურაცხყოფს. მაგრამ ასეთი ადამიანები ღვთისმსხნეობის დარღვევით და დამახინჯებით თავიანთ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. ადამიანს არა უფალი შეურაცხყოფს, არამედ თავადვე შეურაცხყოფს თავის თავს ღვთისმსხნეობის დარღვევით. წარმავალია ჩვენი ცხოვრება, ყველაფერი მიდის, ყველაფერი იცვლება. ამიტომ მეტად ვილოცოთ, მეტად შეუძლოთ უფალს. არა მარტო კარგად რო ვართ მაშინ ვიფიქროთ და ვილოცოთ, არამედ როცა განსასწრელი და ცუდად ვართ. არა მარტო როცა განსასწრელში ვხმობთ ღმერთს, არამედ როცა კარგად ვართ და როცა სიხარული გვაქვს, ღმერთი არ უნდა დავივიწყოთ. მარტო განსასწრელის ჟამს არ უნდა გვახსოვდეს უფალი, სიხარულის ჟამსაც უნდა გვახსოვდეს და ღმერთმა გვიმრავლოს სიხარული. როდესაც განსასწრელი და მწუხარება არა მიწიერი, არამედ სასულიერი არა გვაქვს და არაფერი არ გვაწუხებს, მაშინ უფრო უნდა გვახსოვდეს უფალი, ჭრელია ცხოვრება. დღე არ შეაქოს, სანამ არ დაღამდებაო, ხო გაიგეთ, ამდაზაც კი არის, სიმბოლურად ვთქვა. არ გვაქვს მაშინ, როცა არ არის განსასწრელი, მაშინ უნდა გახსოვდეს უფალი, სწორედ ეს არის სათნოება და ნამდვილი რწმენა. წრებმა დაინახავთ, რომ შენ მიხსენი არა ჩემი ძალით, არა ვინმეს შეწევნით, არამედ მხოლოდ შენი ძალით, როდესაც ჩვენი მტერი შეხედავს ჩვენს სარწმუნოებას და დაინახავს ჩვენს სულიერ წინსვლას და ჩვენს ღიმილს და ჩვენი ყოველი ნაბიჯი და საქციელი საერთოდ არის, როცა წარმართული შერწყმელი უკვე იქნება ჩვენგან. აქ უხილავთ რებზე პირველ რიგში ლაპარაკობთ. აბა გლოსავ ყველას მე ხომ დაგვრჩობ დახსნით ხოლმე ის საწყობლად ამი